მოგესალმებით, ეს Tech Inform-ია გადაცემა, რომელშიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ვსაუბრობ. ჩვენ კი ამ გადაცემის ავტორები და წამყვანები გიორგი თოლორდავა და ერეკლ ფოლადიშვილი ვართ. დავიწყოთ. ტრამპის მიმქოინის გამო სოფლიოში მილიონმა ანგარიშმა 4 მილიარდი იზარალა. ეს სიახლე სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და კომპანია Nansen-მა შეგვატყობინა ეს ინფორმაცია, რომელიც ალბათ არც უნდა ყოფილიყო გასაკვირი იმის გათვალისწინებით, როგორი ტემპითაც დაიწყო ტრამპმა კოინებზე და ზოგადად კრიპტოვალუტაზე საუბარი და შემდეგ როგორც მიივიწყა. მოგეთ, საინტერესო სიახლე არის იმ თვალსაზრისით, რომ როცა დონალდ ტრამპი ფაქტობრივად უკვე გარანტირებულად იყო პრეზიდენტი და ემზადებოდა თავისი ინაუგურაციისთვის მან დაანონსა, რომ საკუთარ კრიპტოვალუტას გამოუშვებდა და ეს ინფორმაცია მთელმა მსოფლიომ აღიქვა როგორც სიმბოლო იმისა, რომ დროა გადავიდეთ კრიპტოზე, დროა დავივიწყოთ ყველა სხვა საინვესტიციო მიმართულება და ფული აქედან გავაკეთოთ. ვიცით ყველამ კარგად, რომ ერთ-ერთი ძირითადი ინტერესი, რატომაც მათ შორის დონალდ ტრამპმა შექმნა თავისი მიმქოინი, იყო ის, რომ ფული გაეკეთებინა თავადაც და ფული გაეკეთებინათ იმ ადამიანებსაც, ვინც ჩადებდნენ ამაში ფულს. თუმცა საქმე ისე დატრიალდა, რომ დროთა განმავლობაში ტრამპს დაავიწყდა თავისი მიმართულება, თან ის დაპირებები, რომლებიც ფაქტობრივად ამერიკის შეერთებული შტატების კრიპტო სახელმწიფოდ გამოცხადებისა ვერ შედგა, მიივიწყა ამ ადამიანმა, ფაქტობრივად წინააღმდეგობაც შეხვდა თვითონ საკანონმდებლო ორგანოდანაც და საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ჯამურად 3.8 მილიარდი ჩადეს, ვერაფერი სარგებელი ვერ ნახეს. სამაგიეროდ სარგებელი ნახა დონალდ ტრამპმა, რომელმაც სწორედ ამ მიმქოინებიდან 650 მილიონზე მეტი მიიღო. ფაქტობრივად იმის ნახევარი, რაც სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ საერთოდ დონალდ ტრამპმა მიიღო კრიპტო მიმართულებიდან. საკმაოდ სერიოზული ამბავია ეს და სასიამოვნო ტრამპისთვის და მისი ოჯახისთვის, რომელმაც ბიტკოინით ნამდვილად და ზოგადად ნებისმიერი კრიპტოვალუტით საკმაოდ იხეირა, თუმცა არ არის სასიამოვნო ამბავი იმ ადამიანებისთვის, ვინც აყნეს სპეკულაციას, კიდევ ერთ სპეკულაციას და მიიღეს შედეგი, რომელიც ნამდვილად არ არის კარგი. შეგვიძლია კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებლებს და ავუხსნათ, რომ როცა ასეთი ამბავი იწყება, როცა ყველა მიცის მსოფლიოში, რომ რაღაციდან ფულის კეთება არის შესაძლებელი, ეს უმეტეს შემთხვევაში და ალბათ უგამონაკლისოდაც ყოველთვის სრულდება ზარალით და ეს შედეგი ვიხილეთ დონალდ ტრამპის მიმქოინის შემთხვევაშიც. ხო, აქ აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ თავად მიმქოინი ტრამპი საკმაოდ პოპულარული გახდა უმოკლეს პერიოდში, ფაქტობრივად ყველა მედია მის შესახებ წერდა და აი ამ ჰაიპის დროს მისი ფასი პიკურ მდგომარეობაში აღწევდა და აჭარბებდა შუაშორის $75. ალბათ ბევრი ქართველიც არის ისეთი, რომელმაც $75 შეიძინა ეს გასაოცარი $2 ხო არა, რაღა $2 ერთნახევრად შეგიძლიათ ახლა მისი შეძენა, რა თქმა უნდა, მისი ფასი ეტაპობრივად გრძელვადაში ჩავა ნულამდე, საბოლოო ჯამში უკვე ეღირება რამდენიმე ცენტი და იქნება არალიკვიდური. პოტენციალურად შეიძლება ვერც ვერასოდეს გაყიდოთ, რადგანაც ყველა მიმკოინი როგორც წესი ასე ასრულებს ცხოვრებას. არანაირი ნარატივი, ბიზნეს გეგმა და მისი უკან შემოbrunების ალბათობა არ არსებობს. ეს არის 100%-ით პირამიდა, მარტივად რომ ვთქვათ, რომლითაც იხეირა მხოლოდ და მხოლოდ დონალდ ტრამპმა და მისი საახლობლო წრის წარმომადგენლება, რომლებაც ეს აქტივი მიიღეს უფასოდ იქამდე, სანამ ის ბირჟაზე გავოჩნდა. თან ვერც გაამტყუნა. ვერც გაამტყუნებ. ნებადართული იყო და ისარგებლა ამ ადამიანმა ამ შესაძლებლობით ერთადერთი, რასაც შეეძლო მისი გაჩერება, ეს იყო მორალი და ღირსება, რომელიც ტრამპმა კრიპტოსთან მიმართებით დიდად არ გამოიჩინა და ინვესტორებს მიყიდა ფაქტობრივად ჰაერი. რა თქმა უნდა, ეს არის ინვესტორების პრობლემა და არც ტრამპის, რადგანაც ამ სამყაროში, როდესაც გეუბნებიან, რომ ბევრ ფულს იშოვე არაფრიდან, უნდა მიხვდე, რომ ეგ არ არის რეალობა და ყველაფერს თან ახლავს რისკი. გიჟური იდეების ავტორი და ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ანტრეპრენიორი მარკ ცუკერბერგი, როგორც ჩანს, რაღაც მიმართულებით დამარცხებას აღიარებს, რაც მისგან ცოტა არ იყოს და გასაკვირია. ეს არის ადამიანი, რომელსაც ჰქონდა წარმოდგენილი სამყარო, რომ დღეის მდგომარეობით ყველანი მეტავერსში ვიცხოვრებდით და იქ გავაგრძელებდით გადაცემის წაყვანას, მუშაობას, დასვენებას, გართობას და ყველაფერს, მაგრამ საბედნიეროდ ეს დისტოპიური, საშინელი რეალობა არ დადგა და ვართ რეალურ სამყაროში, რეალურ ადამიანებთან. ვიტყოდით ვერ დადგა, იმიტომ რომ არაფერ არ ვარგო და ის კიდევ კარგი არ ვარგო და რეალურ სამყაროში დავრჩით და არც ცუკერბერგის მეტავერსში. მაგრამ
ზუკერბერგი აქ არ გაჩერებულა, ამის შემდეგ მან დაისახა მიზნად AI აგენტების გამოშვება, ლამა მოდელის განვითარება და მათ შორის AI პერსონების შექმნაც. მას ჰქონდა გათვლა, რომ ყველანი გავეშვებოდით ჩვენს მეგობრებს და ახლობლებს და დავიწყებდით ჩათაობას AI პერსონებთან. არა და საფუძველი ჰქონდა, იმიტომ რომ იმ დონის ინფორმაციას ფლობდა ჩვენს და ფლობს ახალს მეტად რომ შეეძლო. ნამდვილად შეეძლო, მაგრამ ეგეც ვერ გამოვიდა, როგორც ჩანს, ესეც ჩვენი მომდენო გამარჯვება, როგორც ცივილიზაციისა. მოკლედ, შეხვედრა ჰქონდა ზუკერბერგს მენეჯერებთან, რა თქმა უნდა, ეს დახურული შეხვედრა იყო, მაგრამ როგორც წესია, როდესაც შეხვედრაზე რაღაც სკანდალური თქმის, ეგ იმ წუთას ხდება სოფლიოს მასშტაბით ცნობილი კი იქვე, აი მომენტ ბორდრუმის შეხვედრის ოთახიდანვე ავრცელებენ ხოლმე როგორც წესი იმ ინფორმაციას და ამ ინფორმაციას გამოჟნა. მოკლედ, აღიარა ზუკერბერგმა, რომ რაღაცნაირად მეტად ჩამორჩა კონკურენტებს, აქ ალბათ კონკურენტებში უფრო მეტად კლოდი იგულისხმება ყველაზე მეტად, რომელსაც საუკეთესო AI აქვს რეალურად. ხელი დავიდოთ ვერც ერთ AI-ს ვერ ჯობნის. Gemini-ს ჯობნის და ChatGPT-ს და Perplexity-ს და DeepSeek-ს და რაღა დარჩა. ვერ ჩამოვთვლით ვერც ერთ AI-ს, რომელსაც თავად მეტა ჯობნის. აი ესეთი არის. მე მეეჭვება რომ თვითონ იყენებდეს მეტა AI-ს. ალბათ თვითონაც არ იყენებს, ერთი ის ვიცით რომ AI კლონი ყავს, მაგრამ ეს კლონი მგონი კლოდზეა დაშენებული. ისე მიდის აქ საქმე. მოკლედ აღიარა ეს ზუკერბერგმა და თქვა რომ ვითარება უნდა გამოსწორდეს და განსაზღვრა დროც 3-6 თვე, აი 6 თვეში რას მოასწრებენ, წარმოუდგენა არა მაქვს, არ ვიცი. მე მგონი ესენი Apple-ის მოდელზე გადადიან, როცა ეხლა მიუერთდებიან ვიღაცას, გაასაღებენ თავისა. ძალიან დიდი დარტყმა იქნება ინვესტორების, რადგანაც ამ ექსპერიმენტში დიდი ფული ჩაიდო უკვე. ძალიან დიდი და კიდე ბევრი შედება საპირებს წელს. ყოველწლიურად 100 მილიარდს ხარჯავს, მომდენო 12 თვეში საერთოდ 150-ის დახარჯვას აპირებს, მოვალ წელს კიდე უფრო მეტის და აქ, როდესაც თავად აღიარებს, რომ ვერ გამოგვივიდაო, ძალიან რთულია ეს ინვესტორს აუხსნა, საწაიღე მაშინ 100 მილიარდი დოლარის რა გააკეთეთ. მეტავერსში დახარჯა. ნუ 100 მილიარდი დოლარის ტოკენები რომ ეყიდათ ენთროპიკისგან, საუკეთესო მოდელი ექნებოდათ, მაგრამ არ გამოვიდათ. ნუ ეხლა ეს უკვე ისეთი პრობლემაა, რომელსაც რაღაც გამოსავალს აუცილებლად მოუძებნიან და გამოასწორებენ კიდევაც პრობლემას, მაგრამ პრობლემა ჯერჯერობით რჩება ისე როგორც არის და მეორე პრობლემაც არის მეტაში, ეს არის გაშვებული თანამშრომლები. ის 10% რომ გაუშვეს სიხარული 7000 კაცი სახლში რომ წააბრძანეს და ინვესტორებმა რომ იზეიმეს რაღა გვიჭერსაც AI დაწერს ყველაფერსო. როგორც ჩანს არ არის ეგრე მარტივად საქმე. AI ეგრე მარტივად ვერ წერს კოდს, მარტო კოდს არა, სხვა რაღაცებსაც ვერ იგონებს თვალ კარგად AI და ასევე ვინც დარჩა, ანუ ის 90% უფრო მეტად არის დატვირთული, ისინი გამოხატავენ უკაყოფილებას და როგორც ცნობილია, ისინი უკვე ძალიან აქტიურად განიხილავენ მეტადან წასვლას და კონკურენტ კომპანიებში გადასვლას. აი, როდესაც შენი კომპანიიდან HR-ებში რა ხდება ახლა სხვა კომპანიებში. როდესაც შენი კომპანიიდან ტოპ ტალანტიც კი გარბის და რეალურად გამოსავალი არა გაქვს, გარდა იმისა, რომ უფრო მეტი ფული ხარჯო, რომ როგორმე ამოიღო იზარალე, რაც ოდესღაც გაიღე, ეს თვალად კარგი მოცემულობა არ არის და ამიტომაც არის, რომ ბოლო პერიოდში მეტას აქციები საკმაოდ მკვეთრად არის შემცირებული ტოპ 10-ში. ეს კომპანია ყველაზე სუსტად გამოიყურება ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფუნდამენტური ბიზნეს მოდელი, რაც არის რეკლამების განთავსება სოციალებში, ძალიან კარგად მუშაობს. აი ეს ექსპერიმენტები, ეს სიგიჟეები, რაც AI-სთან მოხდება, არც ინვესტორებს მოსწონთ და როგორც ჩანს, არც ზუკერბერგს აღარ მოსწონს. ერთადერთი შეკითხვა აქ ის რჩება, ვინ აღიარებს პირველი თავის დამარცხებას და ვინ შეიწერს მარტივად რომ ვთქვა, მთელ ამ პასუხისმგებლობას და იმ ყველაფერს, რაც მოყვება ხოლმე, როგორც წესი, ასე დროს ინვესტორების ფულის ფლანგვას. ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობის გამოსაშვებად ემზადება SpaceX-ი. ეს სიახლე ჯერჯერობით კულუარულად ვრცელდება და ცხადია, რომ თავად კომპანია ამის შესახებ საჯაროდ არაფერს იტყვის, თუმცა Wall Street Journal-მა მოიპოვა ინფორმაცია, რომ SpaceX-მა ინვესტორებს წარუდგინა პროტოტიპი იმ მოწყობილობისა, რომელიც იქნება ფაქტობრივად მორგებული მთლიანად ყველა იმ ტექნოლოგიას, რასაც SpaceX-ი ფლობს, როცა ვამბობთ, რომ SpaceX-ი ფლობს, აქ გულისხმობთ Grok-ს, აქ გულისხმობთ XAI-ის ყველა სხვა მიმართულებას, აქ ასევე გულისხმობთ Starlink-ს. სხვათა შორის თუ გავიხსენებთ იმას, რომ Starlink-ი უახლოეს პერიოდში შეიძლება ჩაერთოს უკვე მობილურ მოწყობილობებში ინტერნეტის შეთავაზების კუთხით, შეიძლება სწორედაც SpaceX-ისთვის შექმნილი ახალი მოწყობილობა იყოს პირველი, სადაც გაეშვება ეს მობილური ინტერნეტის სატელიტური ვერსია. ძალიან საინტერესო სიახლეა, რომლის შესახებაც ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Qualcomm-ის Snapdragon-ზე შეიძლება იმუშაოს და ეს ჩიპი იყოს ჩაშვებული და ჩაყენებული ამ მოწყობილობაში. სხვა მხრივ ცნობები მწირი გვაქვს, თუმცა ვიცით, რომ ის იქნება ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობა, ანუ
არ იქნება სტანდარტული აპლიკაციებით დატვირთული მოწყობილობა, არამედ უფრო ისეთი ტიპი, რომელიც აგენტებზე იმუშავებს. ეს არის მოდელი, რომელიც ალბათ ერთადერთი სწორი ვარიანტიც და გათვლაც იქნება, იმიტომ რომ ნელ-ნელა იმ ფონზე როცა უკვე ყველა კომპანია ცდილობს რომ შექმნას რაღაც ისეთი, რაც არ არის სტანდარტული, არამედ უკვე AI აგენტებზე არის გადართული და აპლიკაციების მაგივრად AI აგენტებს გამოვიყენებთ, ამ ფონზე მასკის გათვლა სწორია. აქ საინტერესო არის ის, რომ წლების წინ ილონ მასკი კატეგორიულად გამორიცხავდა საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობის როგორც ტელეფონის შექმნას. ამაზე კატეგორიულად უარსამობდა, საუკუნის ტექნოლოგია არისო ტელეფონიო, ამასაც ამბობდა და თუ რამეს გამოუშვებდოდეს მე, ეს იქნება ნეირონული ინტერფეისი, ანუ ჩიპი, რომელსაც ტვინში ჩავაყენებთ ადამიანს, მაგრამ ეგ ამბავი რაღაც დაავიწყდა. ნეურალინკი არ არის სულ მდგომარეობაში, ნელა იზრდება. მაგრამ ისეთი სამომხმარებლო პროდუქტი ეგ არ არის, მე და შენ რომ ხვალ გავიგეთ. ხო, და არც დაგჭირდება უახლოეს პერიოდში და არა, უარს არ ვიტყოდით, როცა ყველა ინფორმაცია ჩარჩენებულია, მაგრამ ხო, ეპოქა დაიწყება. მაგრამ ჯერ ისეთი გათვლა, როგორიც ამჟამად აქვს ამ შემთხვევაში ნეურალინკს, არ არის რიგით მომხმარებლებზე, ეს არის მათზე, ვისაც რეალურად სჭირდება სხვადასხვა მიმართულებით. მოკლედ აი ამ ფონზე როცა მასკი წლების განმავლობაში უარს ამბობდა ამ ტექნოლოგიის შემოღებაზე, სრულიად მოულოდნელად გადაიფიქრა მან ეს ხედვა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა და როგორც ჩანს, რეალურად ძალიან მალე, მინიმუმ მომავალი წლისთვის უკვე რეალურ ვიზუალურ მტკიცებულებას ვიხილავთ იმისას, რომ SpaceX-ის საკუთარ AI მოწყობილობას, ტელეფონის მსგავს მოწყობილობას ქმნის და იმედი უნდა ვიქონიოთ იმის, რომ ის იქნება რეალურად გამოსადეგი და არ იქნება ისეთი არაფრის მომცემი, როგორც ამ პერიოდში საკმაოდ აქტიურად შემოსული AI ნივთი. AI პინი მაგალითად აბსოლუტურად გამოუსადეგარი, ან რებითი, რომელიც არის მინიატურული AI მოწყობილობა, რომელიც ასევე გამოუსადეგარია და საერთოდ ბოლო პერიოდში რაც კი მოწყობილობა ვიხილეთ AI-სთან დაკავშირებული ყველაფერი გამოუსადეგარია, ტელეფონის და ლეპტოპის გარდა არაფერი არ არის. თუ ბოლოში ერთი დეტალი ვთქვა, რატომ გადაიფიქრა ეს და რატომ თქვა თავის პრინციპებზე, უარი SpaceX-ში ფულის კრესია. ძალიან ფლატ კარგად საქმე, იმიტომ რომ 1 ტრილიონიანი კაპიტალიზაცია გაქრა, აორთქლდა და ვიცით ეს ამბავი. ახლა იმ ხელა ამბავი ტრიალებს მუდმივად იმის შესახებ, რომ შეიძლება რეალურად ბუშტი იყოს ის, რაც SpaceX-ის თავს ხდება და როგორც წავიდა ის საფონდო ბირჟაზე, შესაბამისად, მას სჭირდება უფრო და უფრო მეტი დამამტკიცებელი საბუთი შეთავაზება ინვესტორებისთვის, რომ მათ გააგრძელონ ინვესტირება და არ ვიხილოთ მართლაც რაღაც უბედურება საფონდო ბირჟაზე. სწორედ ამის ნაწილი შეიძლება იყოს ეს გათვლა, მხოლოდ მივესალმებით, რაც შეიძლება მეტი ახალი და კარგი ტექნოლოგია რომ შემოვიდეს ბაზარზე. Starlink-ის ინტერნეტს, ანუ ილონ მასკის სიამაყეს და SpaceX-ის ერთადერთ ბიზნესს უჩნდება კონკურენტი და ძალიან ძლიერი და სერიოზული კონკურენტი, ეს არის Amazon-ი და მისი ახალი სერვისი Leo. სატელიტური ინტერნეტია, არაფერი გასაკვირი და გასაოცარი ამ ყველაფერში არ არის და ამ მიმართულებით 29 თანამგზავრი დამატებით უკვე გაუშვა Amazon-მა, ანუ ჯამური რაოდენობა უკვე თანამგზავრების არის 396, რაც ერთი შეხედვით ბევრი ჩანს, მაგრამ არის ძალიან ცოტა თუ მას SpaceX-ის მაჩვენებელს შევადარებთ, რომელსაც ყავს გაშვებული 10,000 თანამგზავრი და საერთოდ SpaceX უფრო მეტი თანამგზავრი ყავს, ვიდრე მთელ დედამიწას ჯამურად. შესაბამისად, Amazon-ს უწევს კონკურენციის შესვლა ყველაზე დომინანტ მოთამაშესთან, რომელსაც უკვე B2B კონტრაქტები აქვს გაფორმებული 200-მდე ავიახაზებთან, იცნობს მთელი პლანეტა, 150 ქვეყანაში ოპერირებს, გამოიცადა ბრძოლის ველზეც და ასევე მის უკან დგას ილონ მასკი და ყველა მას ენდობა, აი ასეთ უკიდურესად მწვავე კონკურენციაში შედის ბეზოსი. ხო, მხოლოდ ბეზოსი იზამდა დედამიწაზე სხვა არ მეგულება ადამიანი, ვინც გაბედავდა ასეთ კონკურენციაში შესვლას, ასეთ მძლავრ მოთამაშესთან და ისევ და ისევ Amazon-ის ულიმიტო ფული არის ერთადერთი პასუხი ასეთი დიდი ამოცანების გადაჭრისას. ფული იმიტომ ახსენეთ, რომ ძალიან დიდი ინვესტიცია სჭირდება ახლა უკვე ამ პროექტს, ჯერ გაუშვა უნდა ეს ამდენი 1000 თანამგზავრი კოსმოსში, შემდეგ მას მარკეტინგი სჭირდება, რა თქმა უნდა, უნდა გადმოიყვანა პოტენციურად უკვე Starlink-ის მომხმარებლები შენ სერვისზე და ამასთან ერთად რაც მთავარია, უნდა აწარმოო დიდი რაოდენობით სატელიტები, რაც დღეს ცოტა იყოს და გართულებულია, თუ გავიფარსებთ, რომ დედამიწაზე ყველაფერი გაძვირებულია, რაც საერთოდ ტექნოლოგიასთან, ჩიპთან, პროცესორთან და სხვა ტიპის გადამცემთან არის დაკავშირებული. აი ასეთ საკმაოდ რთულ დროს დგამს Amazon-ი ამ ნაბიჯს, მაგრამ ეს საჭიროა, რადგან თუ არ გაიღებ ამ ინვესტიციას მომავალში, შემდეგ უბრალოდ მიიღებს SpaceX-ის მონოპოლიას და დამთავრებულია ცხოვრებაში, მას ვეღარასდროს ვეღარ გაასწრებ, ამას ძალიან კარგად ხვდებიან Amazon-ის ინვესტორები და ყველა იმასაც ხვდება, რომ მომავალი კოსმოსშია და
რაღაც ეტაპზე, ალბათ 3-დან 10 წლამდე პერიოდში უკვე დატა ცენტრებიც კი სრულად გადავა კოსმოსში და ყველას უნდა, რა თქმა უნდა, გიგანტური ახალი ეკოსისტემის ნაწილი გახდეს. არ ზინავთ ამერიკაში, შეიძლება ჩვენ არ გვადარდებდეს საქართველოს კოსმოსში რა ხდება, მაგრამ ამერიკაში ძალიან კარგადაც ფიქრობენ და დარდობენ ამ ყველაფერზე და ამიტომაც ისინი დებენ ამ ძალიან დიდ ინვესტიციას. საბოლოო ჯამში მივიღებთ იმას, რომ არჩევანი გაჩნდება ბაზარზე, არჩევანი ყოველთვის კარგია, რადგან გაჩნდება ფასებით დაიკლებს. კი, ფასები დაიწევს, ხარისხი გაუმჯობესდება, უფრო მეტი სტაბილურობა იქნება და თუ დღეს გვაქვს უბრალოდ მხოლოდ ერთი სატელიტური პროვაიდერი და მომავალში ვიყოლება 3 ან 4, შეიძლება თეორიულად უკვე მობილურმა ოპერატორებმა გააფორმონ კონტრაქტები ყველასთან და გქონდეს პერმანენტული მუდმივი წვდომა ინტერნეტთან ყოველთვის. ანუ მთელ დედამიწაზე, რაც რა თქმა უნდა ფანტასტიკური სერვისი იქნება, ეს უბრალოდ ჩაანაცვლებს სრულად აქამდე არსებულ მიწიერ ინფრასტრუქტურას და გადავალთ, რასაც ქვია cloud ინტერნეტზე, რაც პირდაპირ მოგვეწოდებოდეს იქნება კოსმოსიდან. ამასთან ერთად ალბათ მონაცემებიც გადავა კოსმოსში, რაც მხოლოდ და მხოლოდ არის კარგი მისასალმებელი წარმატებები უსურვოთ Amazon-ს, Jeff Bezos-ს და თავად Elon Musk-საც, რომელმაც საერთოდ დაიწყო ეს ყველაფერი და მოგცა კაცობრიობას ისეთი რამ, რაც აქამდე ჩვენთვის არ იყო ხელმისაწვდომი. Amazon-ი არა მარტო კოსმოსში, არამედ დედამიწაზეც ავითარებს საკუთარ ტექნოლოგიებს და მისგან შევიტყვეთ ისეთი სიახლე, რომელიც ფაქტობრივად მოსალოდნელიც იყო, რომ დაანონსდებოდა და საუბარი გვაქვს Amazon-ის პირად ჩიპებზე. ანუ ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე, რომლებსაც თავად Jeff Bezos-ის კომპანია შექმნის. ეს სიახლე სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან კარგი ამბავი, იმიტომ რომ იმ ფონზე, როცა ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრია არათუ ჩერდება, მიდის წინ და ამ ფონზე საკმაოდ იზრდება ფასები, ყველა კომპანია ხვდება, რომ თუ საკუთარი ინფრასტრუქტურა არ განავითარებს, თუ სრული ციკლი ფაქტობრივად ამ ტექნოლოგიის განვითარების მის ხელში არ იქნა, ეს იქნება გრძელვადიანად ფინანსურად დამაზიანებელი, ასევე ტექნოლოგიურადაც დამოკიდებულების გამომწვევი, რატომ უნდა ვიყო დამოკიდებული მაგალითად ნებისმიერ სხვა კომპანიაზე, მით უმეტეს, როცა Amazon-ი არ არის ის იმ ტიპის კომპანია, რომელსაც არ აქვს ამ კუთხით გამოცდილება AWS-ისთვის მას არაერთხელ შეუქმნია ჩიპები და აქ გვაქვს ძალიან კარგი სიახლე ამ შემთხვევაში AZ3 და AZ3 Pro არის ის ორი ახალი ჩიპი, რომელიც პირდაპირ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე იქნება მორგებული და მაღალი ალბათობით Amazon-ს მისცემს საშუალებას, რომ საკუთარი შესაძლებლობები კიდევ უფრო განავითაროს. არის საუბარი იმის შესახებ, რომ ეს იქნება ის ჩიპები, რომელსაც გამოიყენებენ მონაცემთა ცენტრებისთვის, ამ შემთხვევაში როცა ვსაუბრობთ სატელიტურ და პერსპექტივაში მთვარეზე, მონაცემთა ცენტრებზე, თუმცა ეს საწყისი ეტაპია, ცხადია, რაც მთავარია, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლე არის ის, რომ ბაზარზე კიდევ ერთი მოთამაშე შემოდის, რომელიც დამოუკიდებლად შექმნის საკუთარ ინფრასტრუქტურას. ეს ინვესტორებისთვისაც კარგი ამბავია, იმიტომ რომ როცა კომპანიაზე არის დამოკიდებული ერთი მეორეს აზიანებს ხოლმე, თუმცა მაგალითად როცა გვეცოდინება, რომ Nvidia-ს აღარ შეუძლია მაგალითად ჩიპების მიწოდება, Amazon-ს ეცოდინება, რომ ის მყარად იდგება და გააგრძელებს თავის ტექნოლოგიის განვითარებას და მომხმარებლებისთვის პროდუქტების დროულად და ხარისხიანად მიწოდებას. მოკლედ, ძალიან კარგი სიახლეა, წარმატებები შეგვიძლია უსურვოთ Bezos-ს. ელექტრომობილების მფლობელებისთვის და პოტენციური მყიდველებისთვის გვაქვს ძალიან მაგარი ამბავი. მოკლედ გამოქვეყნდა ახალი კვლევა, საიდანაც ირკვევა, რომ ელექტრომობილების თანამედროვე ბატარეები, როგორც ჩანს, იმაზე გაცილებით უფრო მეტ ხანს ძლებენ და ინარჩუნებენ თავიანთ სიმძლავრეს, ვიდრე ამას აქამდე პროგნოზირებდნენ ანალიტიკოსები და ეს გამპირობებული არის, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიის დახვეწით, ახალი ქიმიური შემადგენლობების დანერგვით და მათ შორის გაგრილება გათბობის ტექნოლოგიის ინტეგრაციით ავტომობილებში და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ემატება უკვე software-ის ნაწილიც, რომელიც უკვე აქტიურად არის ჩართული ბატარეის მენეჯმენტში. როგორი არის შედეგები? ეს არის ყველაზე საინტერესო. მოკლედ ანალიტიკურმა კომპანია Recurrent-მა ჩაატარა ძალიან საინტერესო კვლევა და აქედან უკვე ირკვევა, რომ 5 წლიან ექსპლუატაციის ვადაში თანამედროვე ელექტრომობილების ბატარეები ინარჩუნებენ თავიანთი პირველადი მაჩვენებლის 95%-ს. ძალიან კარგი შედეგი. ძალიან კარგი შედეგი. 90%. ასეთი კარგი შედეგი smartphone-ებსაც კი არის. და ამ ყველაფერს ემატება, რომ თავად ეს მაჩვენებელი უკვე არა ერთ ან ორ კონკრეტულ ბრენდს აქვს ასეთი კარგი, არამედ ზოგადად ინდუსტრიას აქვს უკვე ასეთი კარგი, რადგანაც ბატარეების ტექნოლოგია ყველამ დახვეწა. შეიძლება პიონერი ყოფილიყო მაგალითად Tesla და მას შემდეგ აყვნენ ჩინური მწარმოებლებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში უკვე ყველამ ისწავლა ბატარეების წარმოება და აღარავინ არქაული მეთოდოლოგიით აღარ აწარმოებს ამ ბატარეებს. აქვე საინტერესო არის ადრინდელი სტატისტიკის შედარება, ანუ 2011-დან 16 წლამდე
გამოშვებულ ელექტრომობილებში პირველი 5 წლის განმავლობაში ხშირად ყოველ მე-12 მანქანას ჭირდებოდა ბატარეის სრულად გამოსვლა, რადგანაც იმდენად იყო დეგრადირებული, რომ მის გამოყენებას აზრი ეკარგებოდა და ახალ ავტომობილებში უკვე იგივე პერიოდის განმავლობაში ექსპლუატაციის იგივე პირობებში ეს მაჩვენებელი ეცემა 0.3%-ამდე. ანუ თითქმის არც ერთ ავტომობილს სრულად გამოსვლა აღარ ჭირდება. თან საინტერესო და კარგი ფაქტი უკვე ის არის, რომ თანამედროვე ბატარეებს ისე ამზადებენ მწარმოებლები, რომ კონკრეტული სეგმენტის გამოსვლა შეიძლება, ანუ თუ რაღაც კონკრეტული სეგმენტი დაზიანდება, მხოლოდ მასვლით და არც მთლიან ბატარეის პაკეტს. მაგრამ გამოწვევად მაინც რჩება ის, რომ სრული სერვისის პერიოდში თუ მთლიანად გვინდა მთელი პაკეტის გამოცვლა, ფასი მაინც მაღალია, საშუალოდ არის 5-დან 16000 დოლარამდე. გააჩნია რა ავტომობილზე ვსაუბრობთ, რაღაც ჩინური ელექტრომობილის შემთხვევაში ფასი უფრო კარგი იქნება, Porsche Taycanზე turbo-ზე თუ ცვლით ბატარეას, შეიძლება ასეთ ავტომობილის ფასი. თუმცა მისიც რავის და ყველაფერიც ეს არის და ხა არ არის გასაკვირი. ხო, არ არის გასაკვირი და ნორმალურია უკვე ამ ყველაფრის გამოყენება. გამართლებს ყველაფერი მშვენივრად მიდის, თან გააჩნია ექსპლუატაციის პირობებსაც, რა თქმა უნდა, თუ ადამიანი ყოველდღე 0-დან 100-მდე არ მუხტავს, ეს კარგია, თუ ყოველდღე სუპერჩარჯერზე, ჰიპერჩარჯერზე და DC ჩარჯერზე არაერთებს, ეგეც კარგია, ნელი დამუხტვა უკეთესია ბატარეებისთვის, ასევე რეკომენდირებულია ელექტრომობილების გამოყენება შედარებით ნორმალურ კლიმატში. ზედმეტი ყინვა ელექტრომობილებს არ უყვართ, ზედმეტი სიცხეც მათ არ უყვართ, ასევე არ უყვართ ზედმეტი წვალება. მე მგონი ეს ორი მიმართულება არასდროს ყველაზე მეტი სამუშაო აქვს ახლა, რომ საბოლოოდ მოახერხო მთელი ბაზრის უფრო დამაჯერებლად მოწვა. დამაჯერებლად მოწვა და რაც თავარია ის, რომ ყველა საფასო კატეგორიის ელექტრომობილი იყოს თანაბრად კარგი. რადგანაც ეს თანაბრობის პრინციპი ჯერ დაცული არ არის და თან თავად დამტენი ინფრასტრუქტურაც ისეთი კარგი არ არის, როგორიც უნდა იყოს, მაგრამ თუ ეგეც გამოსწორდა, ხო, თუ ეგეც გამოსწორდა, უკვე ბატარეების ტექნოლოგია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დიდი ნაწილი მომხმარებლებისა, რომელთაც სურთ ელექტრომობილის ყოლა, გადადგან მათ ეს ნაბიჯი და ის შიში, რაც იყო ყოველთვის, რომ აი 2 წელიწადში ბატარეა გაგვშდება და ავტომობილი უნდა გადავაგდო, გაქრება და ყველაფერი იქნება კარგად და მშვენივრად. აი ესეთი იყო დღევანდელი Tech Inform ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ უახლეს ამბებს ჩვენ მომდევნო გადაცემებში. გაგაცნობთ. მომავალ შეხვედრამდე.